მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ნანა თევდორაძე ვარ, გადაცემაში 4 ქუთაისში დაიწყო მეგატივის პირდაპირ ეთერში. დღესაც მოგ შესაძლებლობა ვიმუშაოთ თქვენთვის, მოწვეულ სტუმართან ერთად საუკეთესო განწყობა შეგიქმნათ და ისევ და ისევ ვისაუბროთ ფილმებზე, მით უფრო ქართულ ფილმზე და ფილმზე, რომელსაც დავეძებდი ინტერნეტ სივრცეში ძალიან დიდი და ხანგრძლივი დროის მანძილზე. რაზე ვსაუბრობ? დარჩეთ გადაცემის ბოლომდე ჩვენთან ერთად აუცილებლად გაიგებთ, იქამდე კი, რა თქმა უნდა, ზალხონელიძეს მივესალმები, რომელიც გადაცემის ამ ნაწილის უცვლელი სტუმარი გახავთ. ზალ, გამარჯობა, როგორ გიკითხო, როგორ ხარ? გამარჯვებას მოგიძღვნით. კარგად ვარ და მოხიბლული ვარ იმ ფილმით, რომელიც თქვენ შესთავაზეთ რიგით მოსახლეს და მთლიანად მოსახლეობა. და საკუთარ თავს. იმიტომ რომ ფიქრობ, ეს არის ფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს. ფილმი, რომლის ესე ვთქვათ, საძიებო სივრცე 1000 გზის იქნა გამოყენებული ჩემს მიერ, თუმცა არ ვიცი, სულ შემთხვევით აღმოვაჩინე რამდენიმე დღის წინ ისევ და ისევ და გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ფიქრობ, საქართველოში არსებობს ფინანსები იმისათვის, რომ ეს უკვდავი და ლეგენდარული ფილმები აღდგეს და აი ამგვარი ვერსიით იყოს ატვირთული, იმიტომ რომ ალბათ ფიქრობ ის რითიც ვამაყობთ ხოლმე ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი არის კინემატოგრაფია არაჩვეულებრივი ფილმებით დახუნწული, რადგან დღეს 1000 გვარი შესაძლებლობა სხვადასხვა ტიპის ფილმებს უყუროთ და თუნდაც ჩვენ უდიდეს დროს ვუთმობთ, ეს ხომ ნიშნავს ის ჩვენ ვინ ვართ, სხვაში წვეთი ვართ, მაგრამ ზოგადად რამდენ სიამოვნებას გვრის ესა თუ ის ქართული ფილმი ზალიკო და გავრონებს თუნდაც ბავშვობაში და იმ მოგონებებში. დიახ, თქვენ ნამდვილად დაამტკიცეთ ის გამონათქვამი ფრაზა, ციტატა, ფრთიანი ფრაზა, რომ ვინც ეძებს აუცილებლად პოულობსო და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ეს ფილმი სად იყო და აღმოჩნდა იქ, სადაც ყოფილა მიყუჩულ ადგილას. ალბათ ამ დღეს ელოდებოდა. ამ დღეს ელოდებოდა, რომ უფრო დიდმა ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ეს უდიდებულესი ფილმი და მე მგონია, რომ ბევრ ადამიანს მოეწონება. კი, ნამდვილად. თან მოდი კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, რომ რეჟისორს ძალიან დიდი ჯადოქრობა სჭირდება მცირე დროში ჩაატიოს თავისი სათქმელი, თან ეს დიდი ოსტატობით მოახერხოს და აი ამ ფილმება შემდგომ გაუძლოს დროს. რამდენად ხიბლავს თქვენ როგორც ფილმების მოყვარულებს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, თუ მაინც რაღაც დანაკლისში გტოვეთ? არა. პირიქით უფრო მეტად აღფრთოვანდები ხოლმე, რომ ის დიდი აზრი, რომელიც რეჟისორს დაებადა და საზოგადოებამ უკან ნახა თუ გარკვეულმა სიტუაციამ, მან შეძლო რომ ჩაეტია იმ მოკლე ხანში. ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის და მე ვიცი რომ ბევრი კონკურსი, ბევრი ფესტივალი ტარდება, სადაც მოკლემეტრაჟიანი ფილმები არის წარდგენილი და ქართული კინემატოგრაფია განსაკუთრებულად მდიდარია აი ასეთი ფილმებით. ერთ-ერთი უდიდებულესი ფილმი არის ორმო, რომელიც თქვენ იპოვეთ დიდი ხნის ძებნის შემდეგ. აი ის კაცი რო ეძებდა და არ ეძებდა თან. ზალ, თუ გადავხედავ, თუნდაც ფილმებს რომ ვუყუროთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქართულენოვანი იქნება თუ არა ქართულენოვანი, რამდენად გიქნით განცდას, თქვენ როგორც რიგით მოქალაქეს და რიგით მოკვდავს, რომ დრო გადის, მაგრამ ჯამში არაფერი არ იცვლება, ხო? არც მიდგომები, არც უნდათ ეს დამპყრობლური სურვილები, როგორც რიგით, ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე. ანუ დრო გადის და რა ხდება? ხშირად ვსაუბრობ განსაკუთრებით მომავალ თაობასთან და ვუხსნი იმას, რომ ადამიანი არის ისეთი ფენომენი, რომელიც არ იცვლება. დღიდან გაჩენისა მას იგივე სურვილები, იგივე მენტალიტეტი, იგივე დამოკიდებულება აქვს სხვა ადამიანებთან. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედამიწაზე იმ 8 მილიარდ ადამიანს შორის უმრავლესობა მაინც კეთილია და კეთილი იდეებით აღჭურვილი და იმიტომაც არსებობს ჩვენი დედამიწაც და ზოგადად საზოგადოებაც იმიტომ არსებობს. არსებობენ ისეთი ადამიანები, როგორებიც თქვენ ახსენეთ, რომ ძალმომრეობაზე არიან ორიენტირებული, ომებზე და ასე შემდეგ, მაგრამ საბედნიეროდ მათ ვერ გაიმარჯვეს ჯერ სიკეთეზე და ვერც გაიმარჯვებენ ჩემი აზრით, იმიტომ რომ არსება მისი გრძელია. ჩვენს ირგვლივ ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც გვერჩევენ თუ რომელი წიგნი უნდა წავიკითხოთ ან რომელ ფილმს უნდა ვუყუროთ. აი ამ ფილმის არსებობაც მე ესეთი კარგი ადამიანისაგან გავიგე, ძალიან შემთხვევით და მოვიკითხოთ ეს კარგი ადამიანი. ხო, წლების წინ ჩვენ ეს ფილმი განვიხილეთ კიდეც, მაშინ პრესის სახლში ვიყავით, მაგრამ ძალიან დიდი დრო გავიდა. ეს არის ფილმი, სადაც გაჟღერებული ფრაზა არის ერთ-ერთი ბენდის სახელწოდებას
საქართველოში და მოდი დავიწყოთ ფილმზე საუბარი. მოკლემეტრაჟიანია, როგორც თქვით, 26 წუთს შეადგენს ქრონომეტრაჟი, ხარისხით არ გამოირჩევა, მაგრამ თუ კი მოიძიებთ და არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად უნდა დაუთმოთ დრო და იქამდე მოკლედ მოიძიოთ, ვიდრე არ იპოვით. კირილე ქვია მთავარ გმირს, რომელიც რუსი საყვარელი მსახიობია ხომ, თუნდაც მისი დასამახსოვრებელი როლი ფილმიდან ცისფერი მთებიან ტიან-შანი. დიახ, ცნობილი მარკ შეიდერი. კი ბატონო. ეს ადამიანი მუშაობს ჩემი დაკვირვებით გამომცემლობაში, გაზეთის ალბათ ან სტამბაში რაღაც ამდაგვარ დაწესებულებაში და დღის განმავლობაში რუტინულ საქმიანობას ეწევა. შეიძლება ვაკვირდებით იქ, რომ ცენზორიც იყოს მაგალითად, რაიმე რო არ გაეპაროთ ან ტექსტის რედაქტორი ან ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამ დაწესებულების ხელმძღვანელი ის ნამდვილად არ არის, როგორც ჩანს. და ერთ დღესაც ეს ადამიანი იწყებს 49-ს. სად ხდება ვითარება მითხარი? უნიკალური კადრებია, როდესაც იწყება აი ეს ფილმი და ქუთაისის რიონის კონკრეტულად წითელი ხიდიდან ხდება სავარაუდოდ ეს ამბავი, გადაღებები წითელი ხიდიდან წარმოებდა, რადგან ჩანს მიმდებარე ტერიტორია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ქუთაისელს და არა ქუთაისელს ეს სიამოვნება აი ამ კადრების ხილვა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბნელი და უხარისხოა. და დებიის ხნელებიც გასდევს, ხო? კი ბატონო. არ დაიჯერებოდა, მართლაც რთულია დაიჯერება ამ ამბის. მე მგონია, რომ აი ეს ფილმი საჭიროებს და აუცილებელიც არის მისთვის, რომ მისი რეანიმაცია მოხდეს და საზოგადოებამ უფრო დიდი სიყვარულით და სიხარულით შეავლოს მას თვალი. მე მიხარია, რომ ზოგადად არსებობენ ადამიანები, ვინც აი ასეთი ნაკლებად პოპულარული ფილმებიდან ამზადებენ პატარა ფოტო თუ ვიდეო კოლაჟებს და შემდეგ საზოგადოებას აცნობენ. სწორედ ამიტომ არის ალბათ სოციალური ქსელიც პოპულარული, არა მარტო ამიტომ, მაგრამ მგონია, რომ ეს ეხმარება ადამიანებს გაიცნონ ცნობილი ქართული ფილმების ის პერსონაჟები, რომლებიც ალბათ არასოდეს არ გახდებოდნენ ცნობილი. კი ბატონო, მაგრამ ხოლმე ახლა რაღაც ფოტოს გადავაწყდი სოციალურ ქსელში და აქედან მივიღე ინფორმაცია. არა, პირობითად ვამბობ. მე ანუ ის რაღაც მწირე ინფორმაციით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ხო, ესეც მნიშვნელობა გავიგოთ და შემდეგ მოვიძიოთ და ვუყუროთ. კი და უმნიშვნელოვანესი შესავალი აი ამ საქმის და დასაწყისი არის ის, რომ სადღაციდან დავიწყოთ და სადღაციდან ვიღაცამ მცირე ინფორმაცია მოგვაწოდოს. კეთილი სიუჟეტი ვითარდება ქუთაისში. ჩვენი გმირი ასაკშია, ხო, სადღაც +50 ყველა ვარიანტში უფრო მეტი თუ არა. ხო, უფრო მეტი ძალიან ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება დააგროვა და წლების მანძილზე როგორც თქვი, რაღაც რუტინულ სამუშაოებს. ფილმი როდის არის გადაღებული, ხო არ გახსოვს? დაახლოებით ძალიან ისტორია სიტყვის. მე მგონი 70-იან წლებში. უფრო სუსტად არ მახსოვს, მაგრამ 70-იანი წლები მგონია. კი ბატონო. და ალბათ ეს რუტინული სამუშაო და არც თუ ისე ბედნიერი გარემო აიძულებდა რაღაც მოეძიებინა. თუ რისთვის დაიწყო ეს თხრა? აი ამ ფილმს ხო რამდენიმეჯერ ვუყურე და სულ რაღაც სხვადასხვანაირად ვხედა. მე მგონი რომ რაღაცას ის ეძებდა არათხოვნის დროს მიწაში, არამედ ზოგადად ისეც, რაც მას ან დაამშვიდებდა, ან საზოგადოების ინტერესს გამოიწვევდა. აი მე მაგალითად ჩემი ბავშვობა გამახსენდა, რომ ბავშვები, რომლებიც რაღაც დონეზე საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ და მათ შორის მეც ყოფილვარ ასე, მიწის თხრა დაუწყიათ. და მეც მსგავს რამეს ვაკეთებდი და გამახსენდა ეს და ყველა მოდიოდა ხოლმე და კითხულობდა რატო, რა ხდება, რასაკეთებ, განსაკუთრებით შენი თანატოლები ინტერესდებიან, რომ რაღაც საქმეს როცა წამოიწყებ, შემდეგ ცნობის მოყვარებამ გაიღვიძოს და დაინტერესდნენ თუნდაც სამეზობლოში განსაკუთრებით, რომ რასაკეთებ. ანუ თავადაც კი ბავშვობაში. და აი ეს უბრალოდ ყურადღების მიქცევის ხერხი და მეთოდი იყო თუ რაიმე განცეძებდი? საგვარეულო. არა, განძის ძებნას
არ მივყავი ხელი უბრალოდ მე რო დავაკვირდი ახლა აი ამ ფილმის ყურების დროსაც აი მიწაში რაღაცის ძებნის სურვილი ბავშვობის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა ჩემში და არქეოლოგიას მივყავით ხელი ჩვენი ახალგაზრდობის პერიოდში და ბაგრატის ტაძრის მიდამოები მიხარია რომ ჩემი მონაწილეობით იქნა დამუშავებული და შესწავლილი. საინტერესოა ძველ ხობს ისევ თუ დავბრუნდები. ნახოთ ალბათ. შეიძლება აი კირილეს ასაკში ისევ დავუბრუნდ. კარგი. დავუბრუნდეთ ახლა ფილმის განხილვას. კირილეს ყავს ცოლი, ხო? მეორე ნახევარი. შვილები ყავს თუ არა ამ შემთხვევაში სიუჟეტში? ხო, არ ჩანს. ნუ შესაძლოა არ წავთ. და ამიტომ არის მოწყენილი რაღაც. ეს ის პერსონაჟია, რომელიც კახიკავსაძესთან ერთად ასრულებს ხშირად როლებს და ცოლის როლი მოკლედ უხდება აი ამ პერსონაჟს და კირილეს მეუღლეა, რომელიც მზრუნველი მეუღლეა ფილმიდან ჩანს რომ როცა დაიწყებს კირილე აი ამ დიდებული საქმის საწყის ჩაუყრის სათავეს მივა და ეუბნება რომ რატომ არ შემოდი დაისვენე და ასე შემდეგ მაგრამ დიდად არ ინტერესდება მისი მეუღლის საქმიანობით. ხომ არ ნიშნავს რომ ძალიან კარგად იცნობს უბრალოდ და წარსულშიც აქვს ასეთი გამოცდილება იმდენად არ უყვირს. შეიძლება. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და კაცმა არ იცის რა მოხდა. კი, როგორც თქვი, საქართველოში სხვადასხვა მხრივ გვაქვს რაღაც ტრადიციები. ბევრი მათგანი შეიძლება არ მომწონდეს, რაღაცეები ძალიან მომწონდეს. მეზობლებზე გავმოხილოთ ყურადღება, ვიდრე რაღაცა სახელმწიფოებრივ დონეზე ავალთ ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე, ხო? აი ეს მეზობლების თემას როგორ ხედავ და ეს რაღაც ზოგადად ასეა განსაკუთრებით კორპუსის მაცხოვრებლებს შორის არის აქტუალური ეს თემა. ბავშვობაში მეც ასე ვიყავი, როდესაც დედა მიდიოდა სამსახურში მე ვიყავი ტყვე ასე ვთქვათ და ვაკვირდებოდი ფანჯრიდან ვიყავი დამკვირვებლის როლში ვინ რას აკეთებდა და ვინ როგორ იქცეოდა და არ უნდა გამოსულიყავი მოკლედ გარეთ და ასე ერთობოდი? ხო, გამოდის რომ ასე ერთობოდი და ყველა მეზობელი აი 90-იან წლებში მოგეხსენებათ რომ დიდად სამსახურის დეფიციტი გახდათ და არავინ არაფრით იყო დაკავებული და მეზობლების ცხოვრებით ერთობოდნენ ხოლმე ადამიანები. მე ვერ გეტყვით რომ თლად მთელი დღე ამ საქმეს ვუთმობდი დროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვებს ვაკვირდებოდი რომ ისინი აკვირდებოდნენ სხვებს. აჰა, ну თავის გამართლება ერთგვარი. ხო. და ბევრი რამ აი ამ კუთხითაც დამამახსოვრდა რომ ზოგადად კორპუსების ცხოვრებაში საინტერესო ფენომენია ეს. დღევანდელობაში ალბათ კორპუსში არ ცხოვრობს. კი ბატონო. თუ ეს კორპუსს ამართლებს, ეს კირილე კორპუსში არ ცხოვრობს. კარგი, მოდი, ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, ახლა რაც თქვენ ბავშვი იყავით, ხო, არ ხარ პაწაწინა თავს მონისტრის. მაგრამ არაფერი შეცვლილა. არაფერი შეცვლილა, მაგრამ აი რაღაც მეზობლები და მე როგორ იქცეოდა, რომელიმეს ქცევა, ანუ მისაბაძ მაგალითად აღიქواس, რაღაც მოგწონდა, ან არ მოგწონდა, ისეთ რასაც აპროტესტებდი, ფანჯრებს მიღმა. აი, ფანჯრებს მიღმა, ხშირად ხედავდი, რომ ადამიანები უვლიდნენ მაგალითად ჩვენს ეზოში არსებულ ბაღს. და ამ კუთხით ალბათ ჩამრჩა გონებაში რომ სცენარეულობას უნდა მოვუაროთ და არ დავაზიანოთ და ვანდალური აქტი არ ჩავიდინოთ. ასევე ვაკვირდებოდი დიდი ორმო იყო იქაც. ოღონდ ეს ორმო იყო ძალიან დიდი, ენით აღუწერელი, რომელიც წვიმის დროს ივსებოდა წყლით და განსაკუთრებით მიყვარდა, როდესაც მანქანა გაივლიდა ავტომობილი აი ამ დიდ ორმოში. და ზღვის ასოციაცია მიჩნდებოდა, როდესაც აი ამ დიდ ორმოს ვაკვირდებოდი. რა ბედი ეწია? თუ შეიცვალე სახლი და დღეს არის. არა, იქ არაფერი არ შეცვლილა, ეს კორპუსი დგას ისე, უბრალოდ მე აღარ ვცხოვრობ იქ. ეს ორმო შეივსო სამწუხაროდ. და ალბათ ბავშვები ვეღარ აკვირდებიან მსგავს სცენებს. კარგი, ბავშვებს ალბათ განსაკუთრებით უყვარს და რაღაც კუთხით ავითარებთ ან რაღაც კუთხით არ შეიძლება არ ავითარებდეთ ეგრეთ წოდებული დაკვირვებები, ხო? მე მგონი რომ
ავითარებთ ძალიან და საკუთარი ხელით რასაც აკეთებენ, აი როგორც ჩვენი კირილე ვანიჩკა საყვარელიძის პერსონაჟი ასეთ ცდილობს შეიმეცნოს თუ შეიგრძნოს ის სამყარო. ბავშვები განსაკუთრებულად აქტიურად არიან აი ამ საქმეში ჩართული, როდესაც პატარებს ვაკვირდებით, ცდილობენ რომ ყველაფერს რაღაცნაირად ხელი მოკიდონ. მე ცოტა რომ გაიზრდებიან, თვითონ დაშალონ რაღაც და ამ დაშლის შემდეგ შინაგანი სამყარო შეიცნონ იმ ნივთის, რომელიც მათ ხელთ აღმოჩნდა. ასეა ჩემი აზრით ჩვენი ფილმის გმირიც, რომელიც რაღაცნაირად ცდილობს რომ თუნდაც საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს, ან თუნდაც გაერთოს აი ამ საქმით. ან მე მგონი რომ გუწრფელია. კარგი, მე კიდე ჩემასაც მოგახსენებ, აი ეს პირველი შეკითხვა, როცა მეზობელი ეზოს გარედან ეკითხება თუ რას თხრის, იმდენად აბრაზებს, ვაი ჯინს გამო აგრძელებს შემდეგ აიმთხრას და ამ სამუშაოებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შემდეგ წიგნის წაკითხვა გაეგრძელებინან, უბრალოდ ეცქირა ტელევიზორისთვის არის. დიახ, ეს გარკვეული აზარტია და თქვენ სამეზობლოს თემა წამოჭერით და როდესაც ადამიანი რაღაც საქმეს იწყებს, გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, კეთილის მსურველები, ძირითად შემთხვევაში რომ გაარკვიონ რა ხდება ცნობის მოყვარენი. არ მგონია რომ რაღაც ცუდი იდეებით არიან ისინი აღჭურვილი. უფრო ალბათ დღევანდელ ცხოვრებაში და ადამიანის დასაბამიდან იყო რაღაც შეჯიბრებითობის პრინციპი, რომ ვიღაცამ უფრო დიდი ორმო ამოთხაროს და მე დიდი სახლი ააშენოს ან ჭირვეული მეზობლებით გამოსცემდა. კი, ან ღობე გადაუწიონ, ან ღობე გადმოუწიონ ერთმანეთს და დღესაც იგივე გრძელდება ხოლმე. მე მგონია რომ ის მეზობელი, პირველად კადრში გამოჩენილი მეზობელი, გარკვეულწილად სტიმულია კირილესთვის და კირილე აგრძელებს აი ამ საქმეს აქტიურად. ზალ, მე პირადად რაღაც დიდი ცნობის მოყვარეობით მეზობლების მიმართ არ გამოვრჩეოდი ოდითგანვე და მით უფრო არც ახლა. მაგრამ ალბათ რა შეგრძნებაა, როცა მეზობელი ინტერესდება, რა ხდება იქეთ და ვერ იგებს, ხო, აი პასუხის დახურული. აი ამ შემთხვევაში კირილეს პასუხი და იმ მთელი ფილმის მანძილზე, 66 წუთის მანძილზე რამის აი მინდან უყურებს და შვილიშვილსაც უბრაზდება, ხო? ესე ეკითხება ბაბუ კირილე რას წღლისო? ხო, აი რა განცდაა, როცა ყველანაირად ცდილობენ გაიგონ, მაგრამ ვერ იგებენ სინამდვილეში. კი, აი მაგალითად მოვიყვან ახლა მე თქვენ ხო ძალიან გიყვართ როკი და ხართ შეყვარებული აი ამ მიმდინარეობაზე. აი ასე არიან არსებობენ ადამიანები ჩვენ სიუგლე, რომლებიც ცნობის მოყვარეობით ცხოვრობენ და ცნობის მოყვარეობა არის მათთვის ყველაზე დიდი გასართობი და ჰობი და შეიძლება პროფესია და საქმიანობაც. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ადამიანის მენტალიტეტიდან, რომელიც მეზობელს აკვირდება და აინტერესებს რა ხდება. მე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც შეპყრობილია ცნობის მოყვარეობით და აინტერესებს მაგალითად სხვისი ცხოვრება. სხვისი ცხოვრებით დაინტერესება ჩანს ზუსტად აი ამ ეპიზოდშიც და ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრებით ინტერესდებიან, არ გააჩნიათ საკუთარი ცხოვრებაო. იტყოდა ალბათ პაულო კოელიო, მაგრამ თქვენ თუ ეთანხმებით ამას. ვერ ვიტყვი რომ არ გააჩნიათ თავისი ცხოვრება, მაგრამ ჩემი აზრით ზედმეტად იტანჯავენ თავს. ან შეიძლება ერთობიან სხვისი ცხოვრებით და ესეც გარკვეული ჰობი არის ადამიანის. ამიტომ მე აი ამ მეზობელს უფრო ცნობის მოყვარე ადამიანების კატეგორიაში შევიყვანდი, რომელიც აუცილებლად ინტერესდება სხვისი ცხოვრებით და მე ვფიქრობ, რომ ერთი ჯერზე შეეძლო ეკითხა და შეიძლება ჩვენც გვეკითხა რომ რა ხდება და რანაირად, მაგრამ უკვე მომდევნო ცდებზეც რო ვერ მიიღო პასუხი და არანებებს თავს, ეს უკვე ის ფენომენია, რაზეც მე ვსაუბრობდი, უსაზღვრო ცნობის მოყვარეობა. კარგი, უსაზღვრო ცნობის მოყვარეობა ეს მეზობლის მხრიდან, მაგრამ აქ მხოლოდ მეზობელზე ხო არ არის საუბარი, მილიცია, ფსიქიატრიც მგონი ერთ შემთხვევაში. რაღაც ეგრეთ წოდებული მთავრობიდან ეს მოდის ხო ბოლოს ვიღაცები. კი, ყველა კატეგორიის ადამიანი. დირექტორი ქალბატონი და ახლა განვიხილოთ თითოეული ეპიზოდი, ხო? კი, აი საინტერესოა, როდესაც ყველა ეპიზოდი გავს ერთმანეთს. დაკითხვის მეთოდები. დაკითხვის მეთოდები და ინტერესი აი ამ კონკრეტული ადამიანისადმი და
ხშირ შემთხვევაში ეს სხვადასხვა ვერსია მახსენდება. ვერ ხსნი რატომ უშლით მათ ხელს ადამიანი, რომელიც თავისთვის რაღაცას აკეთებს. არ არღვევს კანონს, არ არღვევს ეთიკის წესებს, კი ბატონო. არ არღვევს არავის პირად სივრცეს და მაინც რაღაცაში მაინც დამნაშავია. საზოგადოების მხრიდან ყოველ შემთხვევაში. კი და რაშია მაინც? აი პასუხს რო არ სცემს თუ როგორ გაბედა მან და რაღაცას აკეთებს განსხვავებულს, რაც მათ არასოდეს გაუკეთებიათ, თუნდაც არ მოსწონდეთ ეს. ხო, ხშირად ჩვენ ხო უბრალდებით ხვებს, რომ ვიღაცებს სითამა მეყოფნით რაღაცისთვის, რასაც ჩვენ ვერასოდეს ვერ გავაკეთებდით. აი მაგალითად ხვიჩა დოღონაძე ჩემთან სტუმრად იმყოფებოდა შორტით და იმ შორტის გამო ძალიან ბევრმა ადამიანმა დატუქსა, კეცის განურჩევლად და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება მათ ვერასოდეს ვერ გაიბედათ, თუმცა რა არის ამაში გაუბედავი, რომ მივიდნენ სტუდიაში და ჩაიცვან ისე განსხვავებულად, როგორც იყო ხვიჩა, ხო? მე დღემდე ვერ ხვდები თუ რას რჩოდნენ ხვიჩას წვების მანძილზე. მიგეჩნია თუ არა ხშირად ეს არის მიზეზი? საზოგადოებისთვის მე მგონია, რომ მცირე მიზეზიც ბჭყალებში საკმარისია, რომ რაღაც უარყოფითი ან დადებითი ემოციები გააუჩნდეთ. რაც შეეხება სამოს ზოგადად არის ასეთი ტენდენცია ჩვენთან, რომ ამის მიხედვით განსაზღვრავენ ადამიანის ყოფიერებას და ხშირად გამოაქვთ ხოლმე დასკვნები. აი თქვენ გეთანხმებით და კიდევ განმეორდები, რომ ადამიანების ყოფა შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება დაიხვეწოს ტექნიკა, მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაც უნდა გავაკრიტიკოთ რაღაცის გამო, მაინც რჩება და დარჩება ალბათ მუდმივად ჩვენი მოსახლეობის თვალსაჩინოში. მე ვფიქრობ, რომ არ ღირს არავის შეფასება არც სამოსით, რაც თქვენ მოყევით ახლა და არც გარეგნობით და ასე შემდეგ. მაინც ადამიანის თვისებებია მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში ყოფილა იმედგაცრუება ადამიანებისადმი კარგი კუთხით, რომ ვინც ეგონათ, რომ აი ცუდი ადამიანი იყო ან ბოროტი იყო ან კაბის და შორტის სიგრძით აფასებდნენ, ხო? მის გადამაგებას. კაბის შორტით და თმის ფერით და ასე შემდეგ აფასებდნენ ადამიანებს, მშვენიერი და დიდებული ადამიანი აღმოჩენილა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როცა ახსენებენ შეგნების დონეს, განათლების დონეს, რაოდენ უხეშად ნათქვამიც არ უნდა აღმოჩნდეს ადამიანის შეგნების დონე, განათლების დონით და სხვადასხვა უნარჩვევებით ფასდება ხოლმე და არის ეს მნიშვნელოვანი აუცილებლად, რომ რაღაცა გამოცდილება ადამიანს ჰქონდეს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ვინ რა პროფესიის ადამიანიანი პერსონაჟი ამ ფილმში წარმოდგენილი, იმგვარად კრიტიკულად უყურებს ჩვენი კირილეს საქმიანობას. დავიწყოთ მილიციერით, რომელსაც გონია, რომ გვამს მალავს, ხო? ერთ-ერთი ალბათ და სისხლს უწყობს ხელზე ხომ არ აქვს. დიახ, და პოლიციელი, რომელიც მოწიწებით ეპყრობა ჩვენს კირილეს და შემდეგ გარკვეულწილად ეჭვები შეაქვს, საკუთარი თვალით დარწმუნდება და ყველაფერს გადაამოწმებს, რომ კირილე არანაირ დანაშაულს არ ჩადის და შემდეგ მეზობლებთანაც თავს იმართებს. თუ ეს ადამიანი კანონს არ აღვევს, არაფერს აშავებს და ნუ შევაწუხებთ მოკლედ და კარგი დამოკიდებულებაც არის, რა თქმა უნდა და სწორი დამოკიდებულებაც სამართალდამცავის მხრიდან. ამიტომ ახლა უკვე მეზობლები, როგორც ხვდებით, მეზობლები გადაწყვეტენ, რომ სხვა ორგანოები შეაწუხონ და სხვა ადამიანებს მიმართონ. იქამდეც მივა საქმე, რომ აი ამ გამომცემლობის თუ სტამბის დირექტორი ქალბატონი დაიბარებს ჩვენს კირილეს და ეკითხება, რომ კი არაფერს არ აშავებ ან რაღაცას არ აკეთებ, მაგრამ ეს ხალხი ლაპარაკობს და რომ ლაპარაკობს, ეს უკვე არ არის კარგი საქმე. და საბოლოო ჯამში კირილეს ერთნაირი დამოკიდებულება ყველა ამ ადამიანთან მოვა ფსიქიატრიული წარმომადგენელიც, ფსიქიატრია ალბათ, ან შეიძლება უბრალო ექიმი იყოს, აი ამ სცენით ბაადურ წულაძის პერსონაჟის პროფესიას ადვილად ვერ დავადგენთ, მაგრამ სადღაც აი ამ განხრის ექიმი არის, რომელიც თავიდან ეჭვის თვალით უყურებს მას და ცდილობს, რომ რაღაცნაირად მორკვიოს, ხო, რას ხედავს ის.
ფროიდისეული დაკვირვება აწარმოოს აი ამ ადამიანზე, მაგრამ ისიც რწმუნდება, რომ ეს ადამიანი რაღაცას თავისთვის აკეთებს, მოკლედ და არაფერს აშავებს. კარგად ჩანს ასევე ფუნქციონერის, რაღაც ჩინოვნიკის, ალბათ ქალაქის თავი ან ვიღაც მოვიდა ამ დაგვარი და ან პარტიის წარმომადგენელი, ან მოკლედ გამოშვებული ადამიანი, რომელიც ამოწმებს აი ამ ადამიანის საქმიანობას და ისიც ვერ დაადგენს და მიხვდება, რომ ეს ადამიანი უბრალოდ თავისთვის რაღაცას აკეთებს და ერთობა ან თლად კარგად ვერ არის, მოკლედ აი ასეთი დასკვნა გამოვა. ზალ და კირილეს პასუხი ესეთი ძალიან ისეთი უმანკო სახით ხო, ყოველთვის არის ერთი და იგივე. უბრალოდ უნდა და თხრის რა, არ შეიძლება. და იქიდან კონტრარგუმენტი აღარ მოდის, ხო, რატო არ შეიძლება, არ შეიძლებოდეს, რომ საკუთარ ეზოში გათხარო ორმო. კი. აი აქ უკვე შეგვიძლია გაგვიჩნდეს მეორე ფილმზე ალუზია, მაგალითად მონანიება, როდესაც არ არსებულ ბრალდებას უყენებენ კახიკავსაძის პერსონაჟს, რომ გვირაბს თხრი და ლონდონიდან ბომბეიმდე და რაღაც კუთხით შეიძლება ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომ ამ ადამიანს სადღაც იმ წყობიდან, საბჭოთა კავშირის წყობიდან გაქცევა უნდა. შეიძლება რეჟისორის ჩანაფიქრიც მსგავსი ყოფილიყო. მაგრამ საბჭოთა ცენზურის ეპოქაში, რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ ვერ იტყოდნენ და ჩვენ მაყურებელმა შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც დასკვნები. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს სხვადასხვა დასკვნას გააკეთებს ალბათ. ვიღაცის აზრით ალბათ მას ენერგიის დახარჯვა სურდა, ვიღაცის აზრით ვიღაცის დაინტერესება სურდა, ვიღაცის აზრით კიდე რომ რაღაც კონკრეტულ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ უმალავდა საზოგადოება და ბევრი რამე შეიძლება გავიხსენოთ აი ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ბავშვი ახსენეთ, ბავშვები ჩვენ ვახსენეთ უფრო მართებული თუ იქნება და კიდეც ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ დიდი ბავშვია, იმიტომ რომ რასაც უკრძალავენ ბავშვს და რასაც უკრძალავენ ხოლმე, იქ უფრო აზარტულები ვართ. არის თუ არა ესეც ნათელი მაგალითი და თუ კი არ ჩაერეოდა ყველა დავალი ინსტანციით, ალბათ მოწმინდებოდა და დაანებოდა თავს. თან ხო იქ უამინდობაც არის და სხვა იცვლება კლიმატი. სავარაუდოდ ძალიან დიდი ხნის მანძილზე გაგრძელებდა თავის საქმიანობებს. კი, ვფიქრობ, რომ უფრო მეტ აზარტს ძენენ ეს ადამიანები, ვინც მას უკიჟინებენ და ცდილობენ მის საქმეში ჩაეძიონ. მეუღლეს წაიყვანენ თავის მშობლები, ჩანს ერთ-ერთ. არის თუ არა განცდა, რომ დაშორდებიან თითქოს. კი, მე ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ აი ხომ გეუბნებოდი, რომ ეს კაცი თლად კარგად ვერ იყო და მე მგონი მეუღლეც დატოვებს მას. და საზოგადოება მაგას როგორც შეშლის, ისე აღიქვამს და ვის პერსონაჟია საინტერესო, რომელიც ბოლოსკენ ჩდება. ხო, ვინ არის ის ადამიანი, რომელიც აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია წვიმა და უნდა მოუფრთხილდეს აი ამ და ერთი ადამიანია აი ამ ფილმში ერთადერთი, რომელიც მას უგებს მონათესავეს სული არის ალბათ. ვერ გეტყვით ვინ არის, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ საინტერესო ჩანაფიქრია, რომ ყველა ადამიანს რაოდენ მარტოსულადაც არ უნდა იქცეს. მარტოსულად და რაოდენ უიმედოდაც შეიძლება ეჩვენებოდეს ესა თუ ის სიტუაცია, მაინც გამოუჩნდება მხარდამჭერი და მაინც გამოუჩნდება ადამიანი, რომელიც მას სიტყვით მაინც გაამხნევებს მინიმუმ და აი ეს პერსონაჟია ის საინტერესო პერსონაჟი, რომელიც გარკვეულ მისტიკას მატებს აი ამ ფილმს. კი, თუმცა რაღაც ეპიზოდის შემდეგ ალბათ მეც მრჩება განცდა, რომ აი ბიზრდება თუ რატო წყვეთ. კი და მოასწორებს იმ ადგილს და ისევ ჩაყავს. იპოვა, რასაც ეძებდა თუ უბრალოდ თავის მიზეზს მიაღწია. ანუ მე მგონი რომ საზოგადოება დააინტერესა, მაგრამ ვერ ვიტყვი მას რომ მეუღლესთან კონფლიქტი სურდა და აი ამის გამოც გააკეთა ეს. ზოგადად აუხსნელია აი ამ ფილმის ფინალიც და დასაწყისიც და რეჟისორის ჩანაფიქრი საინტერესო იქნებოდა რომ მოგვესმინა ზოგადად აი ამ პერსონაჟების დამოკიდებულებად ზოგადად რას ეძღვნებოდა ეს ფილმი. თუმცა კიდევ აღნიშნავ რომ იმ პერიოდში როცა დაფარული იყო ბევრი რამ და საზოგადოებას არ შეიძლება ცოდნოდა რა ხდებოდა თუნდაც უცხოეთში რომ მათ არ მონატრებოდა თუ მოესურვებინათ უცხოური ის
თვალსაჩინოებანი და ბევრი რამ რაც უცხოეთში ხდებოდა და არ მოენდომებინათ მსგავსი ცხოვრება საბჭოთა კავშირში ყოფილიყო, ალბათ რაღაც ამისკენ სწრაფვა აქვს და ყოველდღიურობისგან გაქცევის სურვილი აქვს ვანიჩკა საყვარელიძის პერსონაჟს კირილეს ალბათ. და იქნებოდა შემდეგი ჰობი მისი თუ გიფიქრია? ალბათ რაიმეს სხვას მოიფიქრებდა ან დინარის დაშრობას ან რაიმე მსგავს და აი ამ ფილმის ფინალშიც ჩანს რომ მარტო თვითონ არ არის აი ამ საქმით დაკავებული. ძალიან ლამაზი კადრია. დღეს თუ ამბობთ რომ თოვლი აქაც ვიყავით განებურებულები ხო იანვარში, თუმცა ისეთი ხარისხენი თოვლით არა როგორც ამ ფილმის ბოლო კადრში არის, მაგრამ თუ კი პლანშეტები და გაჯეტების თაობა ბავშვებს აშორებს ქუჩას, იმუწყინარ თამაშებს, თუნდაც თოლში გუნდაობას და ის რასაც ჩვენ ბავშვობას გვახსენებს, ძალიან ლამაზი კადრით სრულდება ეს ფილმი, ხო? კი, როდესაც ბავშვები წარმომადგენელი ერთი ადამიანი მიდის, მაგრამ იქ რჩება სხვა ბავშვები, რომლებიც თამაშობენ, გუნდაობენ, ლაღი ბავშვობა აქვთ იმ მომენტისთვის და ხედავთ ასევე პატარა კირილესაც, ხო? პატარა კირილეს მის მიმდევარს, რომელიც თხრის და ამჯამად უკვე კირილე უსვამს შეკითხვას, რომ ასაკეთე. მინდა და ვთხრი. რას გვესწავლის ეს ფილმი? აი, რაც არ უნდა მოხდეს, ის უნდა გავაკეთოს, რაც ჩვენ გვინდა და არავის საქმე ეს არ არის. თუ აი, თავი ზავნილი რა არის ფილმის? თავი ზავნილი ამ ფილმის ჩემთვის არის, რომ ადამიანმა ინდივიდუალიზმი უნდა შეინარჩუნოს და მიუხედავად სხვა ადამიანების აზრთა სხვადასხვაობისა თავის საქმე გააკეთოს, რა თქმა უნდა, თუ აი ამ ფილმში კარგად ჩანს, სხვისი ინტერესები არ იქნა შელახული მისი საქმიანობით და ასეც არის. აი ამ ფილმში მართლაც კარგად ჩანს, რომ არავის არაფერს არ უშავებს ადამიანი და თავისთვის გინდათ ამას გასართობი დავარქვათ, გინდათ სხვა სახელი მოუძებნოთ, კირილე არის ადამიანი, რომელიც არის ინდივიდი და ფაქტია, რომ პოპულარულია საზოგადოებაში იქიდან გამომდინარე, რომ არაფერს აკეთებს. ანუ მაშინ არ იყო სოციალური ქსელი და პოპულარობის მოხვეჭის მიზნი ჩაესწრო ორმო ამოიხარა ესოში და ისე. შეიძლება, თუმცა ნაკლებად ამბიციურ ადამიანად ჩანს ყოველ შემთხვევაში ვანიჩკა საყვარელიძის პერსონაჟი აი ამ ფილმში და მე მგონია, რომ მაინც ეს ფილმი არის იმ მისწრაფებაზე, რომელიც გააჩნია ადამიანს და ვერაფერი მას ხელს ვერ შეუშლის, თუ ის კეთილ საქმეს ემსახურება. კეთილ საქმეს ემსახურება, რომელიც საზოგადოებას შეიძლება იმდენ სიკეთეს ვერ მოუტანს, ისევე როგორც ვერ მოქონდა სიკეთე თავის საქმიანობით კირილეს შრომას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი თავის სურვილებს იმყოფილებდა. ანუ მარტივად რომ შევაჯეროთ, არასოდეს არ უნდა ვთქვათ უარი ჩვენ სურვილებზე, რომელიც არ დაგვაზიანებს ჩვენ და გარშემო მყოფებს და დიახ. უნდა დიახ, აი თქვენ ამბობდით, რომ ყავდა სტუმარი, რომელსაც მაგალითად უცნაური ქუდი ეხურა, ან შორტი ეცვა, ან საცურაო კოსტიუმი. არა, ძალიან ჩვეულებრივი შორტი ეცვა, უბრალოდ ხალხმა გაიგო, რომ ეს იყო არ მიუღებელი და ყოველად ცუდი საქციელი ადამიანი. საცურაო კოსტიუმით შეიძლება ეცვას ვინმეს. არ არის სურვილი ექნება. გამორიცხული, ან თოვლის ბაბუს ფორმა, მსგავსი რამე. ხო. და მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც გარე თვისებები ადამიანის შინაგან სამყაროს ვერ ცვლის და ამაზე ჯობს გავამახვილოთ ყურადღება, ვიდრე სხვა გარემოებებზე და ფიქრობ, რომ კირილე არის ადამიანი, რომელიც ინდივიდუალიზმის აი მაღალი ფორმაა და მაღალ ფორმას წარმოადგენს. და იყო პანკი, ხო? უნდა და თხრიდა უბრალოდ. იმას აკეთებდა, რაც უნდოდა. და ვერავინ ვერ შეაცვლევინა კი და აი იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ეს ორმო ამოვწე, როგორ ფიქრობ, ცოლი დაბრუნებოდა სახლში თუ მარტო გააგზავნა? მე მგონი კი ალბათ. მე მგონი კი. და აი კირილეს მსგავსი ადამიანები არიან ჩემთვის მაგალითად სალვადორ დალი, პაბლო პიკასო და მსგავსი ადამიანები, რომლებიც სოფლიოს სახელოვნებო ისტორიას ქმნიდნენ და ზოგადად სოფლიოს დიდი კვალი დააჩინეს და აი თუ კრიტიკოსებს ვკითხავთ ახლა სალვადორ დალის ნახატი არც არაფერს წარმოადგენს გარდა იმისა, რომ საკუთარი ფანტაზიის დაყოფია ან
კიდევ უფრო სხვა განშტოების მუსიკალურ ბენდებს თუ ავიღებთ მაგალითად, ქმნიან ისეთ მუსიკას, რომელიც შეიძლება ვიღაცის განხილვის საგნად იქცეს. ან ფილმებს იღებენ, რომლებიც რაღაც მიუღებელია საზოგადოებისთვის და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება აკეთოს ის, რაც უნდა. თუ სხვის უფლებებს, რა თქმა უნდა, არ ლახავს. ვინ უნდა ნახოს ეს ფილმი? რომელიც არ უნდა დაიკარგოს არავითარ შემთხვევაში. ეს ფილმი ნამდვილად არ უნდა დაიკარგოს და მე მინდა ვთხოვ თქვენი ეთერის საშუალებით, ვისაც ხელი ეწიფება, რომ ოდნავ გააუმჯობესოს ამ ფილმის ხარისხი თანამედროვე ტექნოლოგიებით, გთხოვთ ეს გააკეთეთ. ნამდვილად. და ეს იქნება დიდი შესაძლებლობა საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი კარგი, ხარისხიანი, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი ფილმები საზოგადოებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იხილოს და არა ერთმა და ორმა ადამიანმა ისეთი დიდებული ადამიანი, როგორც ჩვენი წამყვანია, მოიძიეს ეს ფილმი და საზოგადოებას დღეს წარმოუდგინეთ ის. არაჩვეულებრივი ფილმია. მადლობა ზალ, რომ იყავით ჩემი სტუმარი, წარმატებებს გისურვებ და ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, თან თუ უწყენარი საქმე არის მით უფრო. ამაში ცუდი არაფერი არ არის. ინტერესით ველოდები შემდეგ ფილმს, რომელიც თქვენ უნდა შეარჩიოთ, მაგრამ როგორც ვიცი, ეს ფილმი უკვე ჩემთვის ცნობილია, შესაბამისად, ამ უქმეებს გამოვიყენებ, რომ გულდასმით ვუძგირო. გავიაზრო და შემდეგ უკვე ძვირფას ტელემაყურებლებთან მივიტანოთ ჩვენი მოგრძალებული შეფასებები. ბედნიერ დღეს გისურვებ, მადლობა რომ ყოველთვის ჩვენთან თქვენც ასევე. მადლობა თქვენ რომ არსებობს ეს ულამაზესი გადაცემა და თქვენ ხართ აი ამ საქმის ხელშემწყობი. დროებით დაგემშვიდობები ნახვამდის. ზალ ხონელიძეს მასპინძლობდით, საუბრობდით ქართულ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე, რომელსაც ეწოდებოდა ორმო, რომლის მოძიების დროს არ უნდა დანებდეთ, იმიტომ რომ ინტერნეტ სივრცეში არ არის ეს. ჩიხში და ორმოში არ უნდა აღმოჩნდეთ. ნამდვილად არ შევუშინდეთ. გაიღიმეთ ძალიან ბევრი, უყურეთ ფილმებს, რომლებიც როგორც ზალი ამბობს და ბრძანებს ხოლმე გვაკეთილშობილებს. მე ნანა თევდორაძე ვარ, ლიკა ჩოგავაძე მუშაობდა გადაცემაზე. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.